დღისობაში მდებარე ყოლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი შემოგვიერთდა. დილამშვიდობის მამა დავით დაგვრცით. დილამშვიდობის, ღმერთი შეგვეციოს. გაიხაროთ. მამა დავით, რაც შეეხება დღევანდელ დღეს, პარასკევია, ჩვენ მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, რომ ამ დღეს ყოველთვის მიმოვიხილავთ სახარების თუ რომელი თავი იკითხება, რომელი მუხლი და რაზე ამახვილებს ყურადღებას დედა ეკლესია. დიახ, ახლა მოწევნად კვირას აიკითხება მათეს სახარება, მეოთხე თავის 18-23 მუხლები. საკმაოდ მოკლე სახარება არის, მაგრამ აი მოკლე სახარებაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შინაარსი დევს. საერთოდ გამორჩეული არის ყოველი საკვირაო სახარება ეკლესიის მამების მიერ განსაკუთრებული დაკვირვებით და აი ერმა რას უნდა მიაქციოს ყურადღება კიდევ უფრო მეტად, აი ამაზე არის გათვლილი და გამოყოფილი. და ბუნებრივია წინასწარ გააზრებით, ფიქრით, თუ როგორ უნდა შევასრულოს ყველაფერი ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში. უფრო მეტად უახლოვდებით ემცნებების შესრულებას და რაში მდგომარეობს ახლა ამ სახარების შინაარსი. მოგეხსენებათ, როდესაც ქრისტე იწყებს თავის მოღვაწეობას 30 წლის ასაკში ის ჩადის მდინარე იორდანეში. მიდის იოანე ნათლისმცემელთან და ამის შემდგომ ამოდის რა მდინარე იორდანიდან, ბუნებრივია ახლა ყველაფერს ისე მიმდევრობით არ ვამბობ. იწყებს ის ქადაგებას უდაბნოში 40-დღიანი მარხვის შემდეგ და მისი პირველი სიტყვები იყო შეინანით რამე თუ მოახლებულ არ სასუფეველით სათაი და ამის შემდგომ იწყებს უკვე მოციქულების აყვანას, ეკლესიის დაკომპლექტებას, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ უფალმა წინდაწინვე იცოდა რომ ის ჯვარზე გაეკვრებოდა, მისი მიწიერი ცხოვრება დასრულდებოდა ადამიანთა ამ მიუღებლობის გამო და აუცილებელი იქნებოდა ის რომ მისი ეს ასე ვთქვათ რაც მან მოაბრძანა დედამიწაზე ეს მადლი, სიყვარული, ახალი მცნებები, რაც უპირველესად სიყვარულს ეფუძნებოდა, ახალი აღქმა რომ შემდგომში მოციქულებს გაეგრძელებინათ და პირველ რიგში იწყებს ესე იგი მოციქულების აყვანას. ისე ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ისე რომ აი ადამიანები ისე ამბობთ რომ მე უნდა მივიდე ტაძარში და მოძღვარი ავიყვანო და რა თქმა უნდა აუცილებელია ის რომ ჩვენ მოძღვართან მივიდეთ და ჩვენ თვითონ გავაკეთოთ არჩევანი, მაგრამ ძირითადად მაინც მოძღვარს ავყავართ ჩვენ. მე კი მინდა რომ თქვა ეს მოძღვარი, მაგრამ თუ იმან არ ამიყვანა და იმან არ აიყო ჩემზე პასუხისმგებლობა, ისე არ გამოვა არაფერი. ანუ ორმხრივი უნდა იყოს ეს, რაც მოხდა ქრისტესა და 4 მოციქულის შემთხვევაში. აღნიშნულ სახარებაში მოცემული არის 4 მოციქულის გამორჩევა გალილეის ზღვასთან, ეს არის ანდრია და მისი ძმა პეტრე, იაკობი და იოანე, ანუ ძმები, რომლებიც იყვნენ მეთევზეები და უფალია სპეციალურად მათთვის იმყოფებოდა იმ პერიოდში გალილეის ზღვის კიდესთან და იარებოდა და როგორც კი დაინახავს ანდრიას და პეტრეს, ეტყვის მათ რომ გამომყევით მე და მე გაგცევ თქვენ ადამიანთა მონადირეებად და მათ მეხსეულად დაუტევეს ბადე და გაყვნენ ქრისტეს. ეს არის მორჩილების საუკეთესო მაგალითი, როგორც დაწერილია ბიბლიაში, მორჩილება იმთისა უფრო აღმატებულია ყველა მორჩილებას და ზოგადად მორჩილი ადამიანი ყოველთვის თავმდაბალია, ყოველთვის ბედნიერია, ყოველთვის წარმატებულია და ყოველთვის გონიერია, მაგრამ აი ეს მორჩილება, როცა უპირველესად ღვთის მორჩილებით იკვებება და აქედან გამომდინარე ვართ მშობლების მორჩილებით, მოძღვრის, მეგობრების და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე კარგი და კლასიკური გაგება მორჩილების და როგორც კი აი ეს მოწოდება მიიღეს ანდრიამ და პეტრემ, პირველად სწორედ მათ მოუწოდა ქრისტემ, დატოვეს ყველაფერი და გაყვნენ ქრისტეს. ახლა ნუ ვიტყვით იმას, რომ მათ არაფერი არ ქონდათ, ისინი ღარიბები იყვნენ, ყველა ადამიანს აქვს რაღაც თავისი, ესე ვთქვათ, ნაჭუჭი, ყველა ადამიანს აქვს თავისი მისწრაფებები მიწიერ ცხოვრებაში. აგერ პეტრე მოციქულს ხედავთ რომ ოჯახი ყავდა, შემდგომში ხედავთ რომ მის ნეულს დიდებთან ქრისტე მიდის და კურნავს მას, მაგრამ უპირველესი, ყველაზე აღმატებული არის ღმერთი. რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან ხშირად ესე არის ხოლმე, რომ ჩვენ გონია რომ ერთმანეთს უპირისპირდება ღვთის სიყვარული და მშობლების სიყვარული, მაგრამ თვითონ მშობლის ყველაზე დიდი წარმატება
და ზოგადად ჩემი ოჯახის წარმატება ის არის, რომ მე უფლის მსახურებაში ვიქნები, უფალთან ვიქნები და მომავლის პერსპექტივაში, სადაც ჩვენ ყველანი გადავინაცვლებთ, ამ ცხოვრებაში ყველანი დროებით ვართ, წამისოფელია ცხოვრება. თუ კი, ესე იგი, ჩვენ ვიქნებით უფალთან, აი ჩვენ, ასე ვთქვათ, ქრისტიანების სასულიერო პირები, ხო, მთელი არსებით, მთელი სულით და გულით, ჩვენი ოჯახის წევრებიც შეიძლება ისევ ვერ არიან, ხო, ისევ ვერ დგამენ ამ ნაბიჯებს და ისევ ვერ ახერხებენ სულიერ ცხოვრებას. უფალი ისე გააკეთებს, რომ აი ამ ერთობაში ჩვენ საბოლოოდ ვიქნებით. აი ერთ-ერთი წმინდანის ცხოვრებიდან მინდა გავიხსენო ესეთი ეპიზოდი, წმინდა პიმენ დიდის ცხოვრებიდან. ის და თავისი ძმები წავიდნენ მონასტერში. მათ დაუტევეს ყოველივე, როგორც აი აქ ხდება ჩვენ ანდრიასთან და პეტრესთან, იაკობთან და იოანესთან და გარკვეული პერიოდის შემდეგ, დედა ითფინა და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ჩასულიყო მათ შვილებთან და მოენახულებინ ისინი თუ როგორ იყვნენ და ხანგრძლივი ხვეწნამუდარის შემდეგ, უნებრივია ახლა ეს ბერობა კიდევ უფრო მეტად უკიდურეს განშორებულობას გულისხმობს, თუნდაც ახლობლების არნახვას, ძველ დროში ესე იყო ყოველ შემთხვევაში. წმინდა პიმენმა უთხრა დედას, რომ რომელი გირჩევნია ამ ცხოვრებაში ეს დროებით ვნახო, თუ მე მარადულად ერთად ვიყოთო და რა თქმა უნდა დედა დაფიქრდება იმ ყოველივეზე და უთხრა, რომ გირჩევნია მარადულად ერთად ვიყოთო და ამის შემდგომ ესე იგი ის ნამშვიდდება და გაუყვება თავის გზას და ეს მამებიც აგზელებენ თავის მოღვაწეობას და აი ეს ძალიან ისეთი მდგომარეობა არის, რომ კარგად უნდა გავიგოთ და როდესაც შვილს და ჩვენი ოჯახის წევრს უჩნდება იმის სურვილი, რომ ქრისტე შეუდგეს მთელი არსებით მას ემსახუროს, ადამიანებს დაეხმაროს, რა თქმა უნდა, ამაზე დიდი არ არსებობს და მოციქულებმა ეს გააკეთეს. იგივე იაკობმა და იოანემ იქ წერია, რომ მათი მამა ზებედე დატოვეს თავიანთი ის ნავი, ბადე და გაყვნენ ქრისტეს და ამიტომაც წმინდა წერილმა შემოგვინახა ზებედეს სახელი, რომ ეს დალოცვილი კაცი მამა, მას ეს უფლება მისა, ნება მისა და არ შეეწინამდგა თავის შვილებს, რომ ისინი ქრისტეს გაყოლოდნენ და რა არის ის მთავარი, რაც უფალს აძლევს იმის წინაპირობას, რომ ის ჩვენთან მოვიდეს და გვითხრას ჩვენ, რომ დატოვე ყველაფერი და მე გამომყევი. რა თქმა უნდა, უფალი ყველა ადამიანის გულის კარზე დგას და ყველას უკაკუნებს. უფალს უნდა, რომ ყველა თავისთან ყავდეს, ღმერთს ყველა ადამიანი უყვარს, მას უნდა ყველა ადამიანის ხონება და გადარჩენა, ყველა ადამიანი რომ ბედნიერი იყოს, მაგრამ განსაკუთრებით უფალი მიახლება იმ ადამიანებს, რომლებიც ეძებენ ჭეშმარიტებას და ჩვენ ხედავთ, რომ ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი თავდაპირველად სანამ ისინი ქრისტეს შეუდგებოდნენ, ისინი იყვნენ წმინდა იოანე ნათლმსემლის მოწაფეები და ისმენდნენ მის ქადაგებას, მის სწავლებას და როდესაც წმინდა იოანემ ხელი გაიშვირა ქრისტესკენ და თქვა, რომ ეს არის ის, ვინც მოგნათლავ თქვენ სულიწმინდით, ეს არის მესია, ეს არის ჩვენი ღმერთი, მათ ესე იგი, რა თქმა უნდა, მათი ისევ და ისევ მათი მოძღვრის ლოცვა კურთხევით, იოანეს მისიაც ხომ ეს იყო, რომ ადამიანები ქრისტესთან მieყვანა, ისინი ტოვებენ იოანეს, ასე ვთქვათ, არა სულიერად და არა სიყვარულით, არამედ გარშემოწერილობით, ხორციელად და ისინი უკვე ჩადგებიან ქრისტეს სამსახურში და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო წინასწარმეტყველი ებრაელების ისტორიაში იყო მალაქია, 400 წლით ადრე მოღვაწეობდა წმინდა მალაქია და ამის შემდგომ 400 წლიანი კრიზისი ჰქონდათ ებრაელებს, მათ ჰქონდათ ბუნებრივი მესიანური მოლოდინი და ყველა იმ ქადაგებელში თუ ვინმე იქნებოდა ეძებდნენ მესიას. და 400 წელი არავინ არ გამოჩნდა ისეთი და აი გამოჩნდა წმინდა იოანე ნათლმსემელი და ზოგს კიდევაც ეგონა, რომ ის იყო მესია, მაგრამ როდესაც იოანემ თქვა, რომ მე არ ვარ მესია, არამედ მისი მსახური ვარ, აი ამის შემდგომ უკვე მოციქულების გულში დაისადგურა იმ სურვილმა, რომ ისინი ქრისტეს მსახურები ყოფილიყვნენ და აი სურვილი გულში თავდაპირველად ყველას გვაქვს, რომ აი გვინდა რომ უფალთან მივიდეთ, ხომ ახსარება ჩავაბაროთ, ვეზიაროთ და ზოგადად რომ დავიწყოთ ეკლესიური ცხოვრება და ერთ მშვენიერ დღეს ხდება ეს სასწაული. ჩვენ ვდგამთ
ნაბიჯს ან ვიღაც ახალს მოკვიდებს და მიგვიყვანს ტაძარში და აი ამის შემდგომ ვრჩები ჩვენ ეკლესიაში და მივუყვებით ცხოვრებისეულ გზას. მამდავთ მორჩილებაზე საუბრობდით წეღან და ხშირად ისმის ხოლმე ასეთი კითხვა, რომ თუ ჩვენ თავისუფლები ვართ, მაშინ მორჩილება რატომ არის აუცილებელი და საერთოდ მოდით გავმარტოთ, რას ნიშნავს თავის თავში მორჩილება. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს კონკრეტულად ვინმე ადამიანის ასე ვთქვათ უხეშად დამონებას, ხო და უსიტყვოდ ყველაფრის შესრულებას. განმარტოთ თუ რას ნიშნავს ქრისტიანული თვალსაზრისით მორჩილება. ნუ ჩვენ ვართ შექმნილები, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეულ იერარქიაში უნდა ვიყო და გარკვეულ სუბორდინაციაში. ერთადერთი ღმერთი არის ზეიერარქიული, ყოვლადწმინდა სამების პირთა შორის არ არის ეს ბუნებრივია, რაღაც ეს მეტობა და ნაკლებობა და მაგრამ იმათ შორისაც არის ეს მორჩილება და სიყვარული, ხომ ჩვენ ვიცით, რომ ზეღმერთი დამორჩილდა მამა ღმერთს, იგივე სულიწმინდა ღმერთს, ესეთი ჯერჩინება იყო ყოვლადწმინდა სამების პირთა შორის, რომ ზეღმერთი მოსულიყო ჩვენს გადასარჩენად და რა თქმა უნდა წინ და წინვა ღმერთმა იცოდა, რომ ესეთი საშინელი ვნება და სიკვდილი და ჯვარცმა და სიკვდილი ელოდა და უფალმა გააკეთეს ყველაფერი და თავისი მორჩილებით მოგცა ყოველას მორჩილების მაგალითი. სწორედ ამ მორჩილებაში არის თავისუფლებაც. აი ერთ ადგილას უფალი ესეთ რამეს გვეუბნება იოანეს ახარებაში, რომ თუ კი თქვენო ცოდვებს ჩაიდენთ, მაშინ ხდებით ცოდვების მონა. და როცა შენ უკვე ფლობა აღარა გაქვს საკუთარ თავზე და აი მაგალითად დღეს საკმაოდ გავრცელებული არის თამბაქოს მოხმარება. და ესე იგი ეს გახდა გარკვეული ჩვევა, ხო? და ძალიან ბევრი ჩამონათვალე ცოდვების, ვნებების და მიჯაჭვულობების და ალბათ 90% თუ 100%-ს არა, ძირითადად არ უნდათ ხოლმე ეს, მაგრამ არ უნდათ რომ მოიხმარონ ეს თამბაქო და მოწიონ სიგარეტი. იგივე სხვა ცოდვებთან მიმართებაში და ყველა ამბობს რომ ჩვენ ვერ ვანებებთ ამას და ჩვენ არ შეგვიძლია რომ ცოდვებს თავი დავანებოთ და ეს უკვე იმას ნიშნავს რომ გარკვეული აი ხშირი მოხმარების და ხშირი ცოდვების ჩადენის შედეგად ჩვენ ხვდებით აი ცოდვის მონებით და კარგავთ თავისუფლებას, მაგრამ თუ ჩვენ ღმერთს დავემორჩილებით მის მცნებებში ჩვენ მოვიპოვებთ ჭეშმარიტ თავისუფლებას, რომ მე მინდა ეს გავაკეთო, მინდა რომ მე მაგალითად ავდგე და ვილოცო, მე ამას გავაკეთებ. მე მინდა რომ ადამიანისთვის თავი გავწირო, ამას გავაკეთებ, მაგრამ თუ მე ცოდვების ტყვეობაში ვიმყოფები, კეთილ საქმეებს მე ვეღარ ვაკეთებ. ძალიან მიჭირს უკვე კეთილი საქმეების გაკეთება და ხვდები ცოდვების მონა. მაგრამ უკვე თუ ზემან გაგათავისუფლო თქვენ, უფალი გვეუბნება სახარებაში, მაშინ ჭეშმარიტად თავისუფლები იქნები თქვენო. და აი ეს მორჩილება, ღვთის მორჩილება გვაძლევს ჩვენ ჭეშმარიტ თავისუფლებას. პირველ რიგში თავის უფალი თვითონ აი ეს სიტყვა გვიჩვენებს ჭეშმარიტ არს, თუ რას ნიშნავს ეს. მაშინ ვიქნები თავისუფლები, როცა ჩვენ გამოვალთ ჩვენი ეგოისტური, ჩვენი ამპარტავნული და ცოდვისმიერი ტყვეობიდან და დავიწყებთ ისეთ ცხოვრებას, რომელიც გულისხმობს სიკეთების გაკეთებას და ღვთისმსახურებას. და რა თქმა უნდა ეს ღმერთისადმი მორჩილება, ღმერთის სიყვარულიდან გამომდინარეც არის. მე რომ მაგალითად მიყვარს ადამიანი, მე მას დაუჯერებ. მშობელი რომ მიყვარს, მას დაუჯერებ. მეგობარი რომ მიყვარს, მას დაუჯერებ და თუ სიყვარული არ არის, მორჩილებაც არ იქნება. ასე რომ მორჩილებასთან ერთად არის იქვე თავმდაბლობაც, სიყვარულიც, ერთობის სურვილი. ესე იგი, თუ მორჩილება არ მაქვს, ერთობაც არ მექნება პიროვნებასთან. და ესე მარტოდ არჩები და იძახიება. მე თავისუფალი ვარო და რა თქმა უნდა, ესე ჩდები, ესე აცდები ჭეშმარიტების გზას. მამდავთ, როდესაც გვეუბნება მოგვიწოდებს უფალი რომ ავიღოთ ჩვენ ჯვარი დავტოვოთ ყველაფერი და შევდგეთ მას, ხომ? რა იგულისხმება ამაში? დღევანდელ დღეს ჩვენ დედა ეკლესიის მრევლს არავინ არ გვაიძულებს, ასე ვთქვათ, რომ დავტოვოთ ყველაფერი, ხომ, თავისთავად. რა იგულისხმება ამ ყველაფერში, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება და რა არის ის, რაც უნდა დავტოვოთ და შევდგეთ ქრისტეს და ქრისტესაკენ სავალ გზას.
ხა უპირველესად აღნიშნულ სახარებაში ესე ძალიან მოკლედ არის მოცემული თუ როგორ მოუწოდა უფალმა მოციქულებს და მათ როგორ დატოვეს ყველაფერი და გაყვნენ მას და სახარების სხვა ადგილას წერია რომ აღიღეთ თქვენი ჯვარი უარყავით საკუთარი თავი აიღეთ ჯვარი და გამომყევით მე და ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება და ამ ჩემი თავისუფალი ნებაში რაც შესაბამისობაში არის ღვთის ნებასთან ეს უნდა დავტოვო მე და რაც წინააღმდეგობაში მოდის ღვთის ნებასთან მე უნდა დავიწყო ბრძოლა რომ აი ეს ჩემი არასწორი მიდრეკილებები მიმართულებები შევცვალო მე და გავხდე ყოველდღურად უკეთესი ჩვენ ხედავთ მოციქულების ხოვრებაში რომ მიუხედავად იმისა რომ მათ ყველაფერი დატოვეს და ქრისტეს გაყვნენ მათ ძალიან ბევრი ასე თქვათ უსწორმასწორებები და პრობლემები ჰქონდათ სულიერ ცხოვრებაში შემდგომ და ესე მარტივი არ არის უცებ რომ მორწმუნე გახდე მათ რწმენასთან მიმართებაში ჰქონდათ პრობლემები იქ ბევრ რაღაცაში ვერ იყვნენ გარკვეულები აი მაგალითად იოანე ღვთისმეტყველს და იაკობს უფალმა ესე სახელები დასდვა მოციქულებსო და ბანერგეს უწოდა მათ რაც ნიშნავს ხუხილის ძეები ამას ნიშნავს და მათ ჰქონდათ ძალიან მგზნებარე ხასიათი სიყვარული და როდესაც სამარიაში მიდიოდა უფალი გვახსოვს ბიბლიიდან რომ სამარიტელებმა არ შეუშვეს ქრისტე და მისი მოციქულები მათ მხარეში და იოანემ და იაკობმა თქვეს რომ უფალო თუ გინდა ჩვენ ვიტყვით რომ ზეციდან ცეცხლი გადმოვიდეს და შეწვას სამარიტელები და უფალმა უთხრა რომ თქვენ არ იცით რომ მისასულისანი ხართ ესე იგი მათ არ ქონდათ გაცნობიერებული ის რომ ქრისტე მოვიდა დედამიწაზე იმიტომ რომ ადამიანები აცხოვნოს და არ იმისთვის რომ ადამიანები დასაჯოს იგივე მათ ქონდათ იოანეს და იაკობს პირველობისაკენ დაუკვებელი ტოლვა და სწრაფვა და სხვა მოციქულებს არ მოეწონათ ეს და უფალმა უთხრა მათ რომ თუ გინდათ იყოთ პირველები იყავით ყველას მსახურები და შემდგომ უკვე უფლის ამ სწავლების შემდეგ ჩვენ ვხედავთ რომ მათი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა და სწორი მიმართულება მიეცა მათ ამ ტემპერამენტულ თვისებებს რაც იყო თუნდაც აი ეს ელვისებური მანათებლობა პიროვნულობაში და აი ეს ესე იგი თავგანწირვა რაც ჰქონდათ აი განსაკუთრებით ამ 4 მოციქულს და ერთგულება წარმოჩნდა აი იაკობ მოციქულთან მიმართებაში ესე მოწამეობრივი აღსასრულის კუთხით ვამბობ 12 მოციქულიდან ვინც პირველად ეწამა იყო სწორედ იოანე ღვთისმეტყველის იაკობი რომლის შესახებაც მოთხრობილი არის საქმე მოციქულთაში ჰეროდე მეფე მის מחველით მოაკვდინა და პირველ რიგში რა არის ახლა რომ შენ შეიცნო ჭეშმარიტება ჯერ უნდა გინდოდეს რომ შეიცნო ჭეშმარიტება ძალიან ბევრი ადამიანი ეკლესიაში მიდის კურნებისთვის ძალიან ბევრი ადამიანი მიდის სასწაულისთვის ბევრი ადამიანი მიდის ერთგვარი რაღაცა ნუ დღეს ძალიან პოპულარული გახდა ქრისტიანობა ეკლესიური ცხოვრება მაგრამ უპირველესად რისთვისაც ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები სულიერ ცხოვრებაში ეს არის ღმერთთან ერთობის სურვილი და ჭეშმარიტების ძიება. თავად ჭეშმარიტება არის მაცხოვარი იესო ქრისტე ღმერთი. ვერავინ ვერ მივა მამასთან twinier ჩემს გარეშე. ვერავინ ვერ შეიმეცნებს სულიწმინდას თუ ჯერ ქრისტესთან არ მივიდა, ხომ? ჯერ ღებულობ ჩვენ ქრისტეს და მერე მოდის ჩვენზე სულიწმინდის მადლი. უპირველესად ჩვენ უნდა შევიმეცნოთ ჭეშმარიტება. მერე ესე იგი როგორც თქვით ღმერთი ყველა ადამიანთან მიდის და ეძახის მას, მოუწოდებს მას. ჩვენ აი მოწოდებას ყური უნდა დაუგდოთ, უნდა გავუყვეთ ღმერთს და აი ამის შემდგომ უკვე აუცილებლობას წარმოადგენს ერთგულება. ჩვენ ხედავთ სახარებაში, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გადადგა ნაბიჯი ქრისტესთან ერთობისთვის, რომ მასთან ერთად გაეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველამ ვეღარ გააგრძელა მასთან ცხოვრება და მასთან მოძრაობა და მსვლელობა. აი, როდესაც დაიწყო უფალმა ქადაგება ზიარების შესახებ, წერია სახარებაში, რომ მრავალნი მოწაფეთა მისაგან უკუნიქცეს და დაუტევეს ის. აგერ ჩვენ ხედავთ იუდას მაგალითიდან, რომ მან ვეღარ შეძლო ბოლომდე გაგრძელება გოლგოთის გზაზე მსვლელობის და ბოლომდე უნდა ვიყოთ მასთან, ბოლომდე უნდა უერთგულოთ მას. მართალია ცოდვა პეტრე მოციქულმაც ჩაიდინა სამჯერ
უარყო ქრისტე და კიდევაც დაიფიცა მას არ ვიცნობო, მაგრამ მაინც გააგრძელა მასთან მოძრაობა, მოინანია და უფალი ყოველთვის გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ მიუხედავად ჩვენი ცოდვების და მასთან მოძრაობა გავაგრძელოთ. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ პირველ რიგში შევიცნოთ ჭეშმარიტება, მერე გავყვეთ მას და ბოლომდე უერთგულოთ მას და მისგან მივიღოთ აი ეს სწავლებები და უნდა ვიცოდეთ, რომ არასდროს არ ვართ სრულყოფილები. ხვალ უფრო სრულყოფილები უნდა გავხდეთ, ზეგ კიდევ უფრო მეტად და სწორედ ამაში არის ჩვენი სრულყოფილება. ასევე კიდევ ერთ რამეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველი ვინც ეხა ეს მათ ესახარებაში რაც არის წარმოდგენილი, რომ ისე იგი უფალმა დაუძახა და ისინი ან 4 მოციქული მეხსეულად სხვა დანარჩენების შემთხვევაში ესე იყო გაყვნენ ქრისტეს. ბუნებრივია, მანამდე იყო კიდევ რა თქმა უნდა სხვა შემხებლობები და შეხებები ქრისტესთან. იქ ჩვენ ვიცით, რომ კანას გალილეაში ქრისტემ სასწაული აღასრულა, იქ თუნდაც იოანეს დამოწმება. ქრისტე იმთავითვე პოპულარული გახდა და ბევრ ადამიანს გაუჩნდა, რა თქმა უნდა, ტოლვა და სურვილი მასთან ერთობის. პირველ წოდებული ანდრია, ხომ? აი აქ არ ჩანს, რომ ეს პირველ წოდებულობა არ ჩანს ანდრიას შემთხვევაში, ზოგადად კი ჩანს, რომ პირველი არის, მაგრამ თვითონ ეს ესე დეტალურად არ ჩანს და როგორც კი ანდრია გახდა ქრისტეს მოციქული, რა გააკეთა მან? მივიდა თავის მასთან და ის მიიყვანა ქრისტესთან. იგივე როგორც კი ფილიპე მოციქული გახდა ქრისტეს მოციქული, თავისი მეგობარი ნათანაელი მიიყვანა და აი ამ სრულყოფილებაში თუ გვინდა ჩვენ მოხვდეთ, ვართ რა ეკლესიის წევრები, სასულიერო პირები თუ მრევლი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ვართ რა ქრისტიანები, ჩვენ აუცილებლად სხვა ადამიანებს უნდა დავეხმაროთ. ჯერ ჩვენ უნდა მივიდეთ ქრისტესთან და მერე სხვები უნდა მივიყვანოთ. სწორედ აი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რა ნიშნითაც უფალმა გამოარჩია თავის ეს 12 მოციქული, სწორედ ეს იყო. მათ ჰქონდათ სიყვარული მოყვასის და სიყვარული თავისი მეგობრის, თავისი ძმის და თუ კი მე ვარ ჭეშმარიტებაში, აუცილებლად ჩემი მეგობრებიც უნდა წამოვიყვანო ამ ჭეშმარიტებაში და აი ეს თვითონ ჩვენთაგან დღეს გვევალება, რომ ვიქადაგოთ ჭეშმარიტება. არა ჩვენი რაღაც ამბიონზე მაინდა-მაინც დგომით და იქიდან ქადაგებით, რა თქმა უნდა ეს ვისაც ევალება იმან უნდა გააკეთოს ჩვენი ცხოვრების წესით. როგორც უფალი გვეუბნება ყველა თავის მორწმუნეს ახარებაში, ამით ცნან ყოველთავით არმე ჩემნი მოწაფენი ხართ, რაითა იყარებოდეთ ურთიერთარს. ჩვენი უპირველესად სიყვარულით, მოთმინებით, სიმშვიდით, გვერდში დგომით და იმ რაღაცა დაბალანსებით, აი ემოციების, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას უნდა უხადაგოთ ქრისტიანობა და სწორედ აი ეს იქნება დიდი ტალღა, რომელიც სხვა ადამიანებს გადაეცემა. უფალი გვეუბნება, ჩვენ თქვენ ხართ მარილნი ქვეყანისანი, ხომ? უკვე თუ მარილი კი განკარდეს, რაითა მე დაიმარილოსო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ სახარების სხვა ადგილას წერია, რომ ესე იგი ეს 4 მოციქული, ანუ აქეთ 2 ძმა, იქეთ კიდევ 2 ძმა და ისინი იყვნენ ზიარნი. ანუ თუ ისინი ვერ დაიჭერდნენ თევზს და ისინი დაიჭერდნენ, ამათ უყოფდნენ. აი ეს ლუკმის გაყოფა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამ პრინციპითაც და ამ ნიშნითაც აარჩია ქრისტე მოციქულები. მერე ჩვენ საქმე მოციქულთაში ხვდება, რომ ესე იგი მოციქულებს პირად საკუთრებაში არანაირი ქონება არ ქონდათ. მქონდათ საერთო რაღაცა ბიუჯეტი, მოდი ესე ვთქვათ, და ვისაც რა დაჭირდებოდა, იმას აძლევდნენ და დღესაც ესე უნდა გახდეს, ხომ? აი თვითონ მეგობრებში, ახლობლებში, თვითონ სასულიერო პირებშიც, ხომ? ეს თანაბრად აი სიყვარულის და იმ რაღაც შემოწირულობა იქნება თუ უფლისგან აი ამ რაღაცა ძღვენის მიღება, რომ თანაბრად იქნეს ეს ყველაფერი. ყველაზე დიდი სიმდიდრე და ყველაზე მდიდრული სასახლე, ასე ვთქვათ, რომლის შენებაც აქედან იწყება, გველდება უკვე გარდაცვალების შემდგომ, ასე რომ დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ აქ რამდენად ვიღვაწებთ, ვიშრომებთ და შესაბამისად როგორი გაგრძელდება ჩვენი ყოფობა უფალთან შემდგომ, როდესაც გარდავიცვალებთ. დიდი მადლობა მამა დავით მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის და მიმოხილვისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ, სტუდიის სტუმარი გახდათ ზღვის უბანში მდებარე ყოველწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი.